საარჩევნო კოდექსზე დაცულებზე მსჯელობას პარლამენტი ხვალიდან დაიწყებს ახალი ინიციატივის მიხედვით საკაბელო ტელევიზიებს წინა საარჩევნო პერიოდში ყველა ლიცენზირებული არხის ტრანსლირება მოუწევთ. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციას კანონთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები ექნება, რაც მაუწყებლობის ვადის გახანგრძლივებას არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ითვალისწინებს. ნიშნული ინიციატივა შემოტანილია დღეს. ლიცენზირებული არხებიდან სასურველის ჩართვას ამომრჩეველი საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან შეძლებს. ცვლილება, რომელიც საარჩევნო კოდექსში შედის, საკაბელო ოპერატორებისთვის ახალი რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს. კანონი მათ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ყველა კომერციული ტელეარხის ტრანსლირებას 2 თვის განმავლობაში ავალდებულებს. ახალი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს ხდომაზე დღეს წარადგინეს. კანონპროექტი ითვალისწინებს არჩევნებამდე 60 დღიან პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს აგიტაცია, ვალდებულებას საკაბელოებისათვის, რომ თავიანთ მეშვეობით გაავრცელონ საზოგადოებრივი მაუწყებელი და ლიცენზიის მფლობელი ყველა ის მაუწყებელი, საერთო მაუწყებელი, რომლებიც შესაბამის რეგიონში მაუწყებლობენ. საკაბელოების ვალდებულების შესრულებაზე მონიტორინგს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია განახორციელებს. წინა საარჩევნოდ ეგრეთ წოდებული მასტქერის პრინციპით ტელეარხების ტრანსლირება ქვეყანაში პირველი პრეცედენტია. მოусმენს ეს არხზე ინფორმაციას, მე მეორე არხზე შეაჯერებს და ბუნებრივად მე მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ეს არის პლურალიზმი, როდესაც ადამიანს აქვს სტომა სხვა განსხვავებული მოსაზრებების მიმართ. ვალდებული ამ მაუწყებლებს უნდა ქონდეს არ არჩევნების დღემდე, არამედ თვითონ პროცესი არჩევნების დღე და მე უკვე შეფასება არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე. ამომრჩეველს უნდა ქონდეს ჩვენს მოქალაქეს მრავალმხრივი ინფორმაცია, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების შეხედულებები და მე ვფიქრობ, ეს წაადგება მთლიანად ამ პროცესს, წინასაარჩევნო პროცესს, რომ ის იყოს უფრო მეტად კონკურენტულარიანი და სამართლიან გარემოში ჩატარდეს. შედეგების გამოცხადების დღემდე უნდა მოქმედებდეს, ეს არის ჩემი პოზიცია, რომელსაც გავაჟღერებთ საკომიტეტო მოსმენაზე და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისი არსით, თავისი პრინციპით, რაც მიწოდების ვალდებულებას გაუჩენს ყველა საკაბელო ტელევიზიას. შენიშვნები ვადებთან დაკავშირებით აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციასაც. ისინი საკაბელო მაუწყებლების მუშაობის იგივე რეჟიმში დარჩენას არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ითხოვენ. არჩევნების დღეს მოგეხსენება დასრულდება გამომდინარე იქიდან რომ ხმების დათვლა, ზუსტი შედეგების გამოცხადება და ასე შემდეგ ეს მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის მოსახლეობისთვის, როგორც ცენტრალური ტელევიზიებით, ცენტრალური არხებით, ასევე ალტერნატიული ტელევიზიებით. უკიდურესად პოლარიზებული სამაუწყებლო საშუალებების ფონზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალი მემარჯვენეების მსგავსი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელიც არის ოპოზიციაში ხელისუფლებასთან და ამავდროულად არ არის კოალიციაში, მართლაც შეექმნა საინფორმაციო სივრცე, ისეთი, რომელიც მოგცემს ჩვენ საშუალებას ჩვენი ხედვა მივიტანოთ ადამიანებამდე. საკუთარ შენიშვნებს საკომიტეტო მოსმენაზე წარადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციები. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე არასამთავრობოებმა ეგრეთ წოდებული მასტქერის პრინციპის დანერგვა პოლიტიკურ პარტიებს 2 თვის წინ შეთავაზეს. მნიშვნელოვანი არის საუბარი სანქციებზეც, ანუ იმაზე თუ რა სანქციები გატარდება იმ საკაბელო კომპანიების მიმართ, რომლებიც უარს იტყვიან ამ მასტქერის რეგულაციების შესრულებას. დიდი მნიშვნელობა ექნება მომრჩეველთა ინფორმირებას წინა საარჩევნო კამპანიის დროს და განსაკუთრებით ასე ვთქვათ აქტიურად ჩავერთვებით ამ მოსმენების პერიოდში, ვინაიდან ვთვლით, რომ აღნიშნული ინიციატივა შეიძლება მართლა ძალიან გადამწყვეტი იყოს წინა საარჩევნო პერიოდის გამჭვირვალე ჩატარებისათვის. საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტი ხვალიდან დაიწყებს. დეპუტატები კანონპროექტს პირველი მოსმენით იურიდიული კომიტეტის ხდომაზე განიხილავენ.